უმეტესობა იმ კონტენტისა, რომელიც YouTube-ზე იტვირთება, მსუბუქი და გასართობია საყურებლად, მაგრამ ამ პლატფორმას აქვს ბნელი მხარე, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერასდროს განიცდის. იქნება ეს კალბი კონტენტი, რომელიც მხოლოდ ნახვების მისაღებად იქნება, თუ ცნობილი YouTuber-ების შორის დაპირისპირება. თითქოს ყოველთვის არსებობს მინიმუმ ერთი YouTube დრამა, რომელზეც ნებისმიერ დროს საუბრობენ. ნომერი 10. ამბობენ, რომ ვიდეო, რომელიც 2019 წელს ამერიკელმა YouTuber-მა და მაკიაჟის არტისტმა Teddy Westbrook-მა ატვირთა YouTube-ზე, სამუდამოდ შეცვალა ინტერნეტ კულტურის ბუნება, თუმცა ეს მოსაზრება ბევრს არ ეთანხმება და ხშირად განიხილება. იმ დროს Westbrook-ი ჩართული იყო კონფლიქტში კიდევ ერთ beauty influencer-თან, სახელად James Charles-თან და მანამდე ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. მაგრამ Charles-მა შემდეგ რაღაც ისეთი გააკეთა, რაც თითქოს მიუღებელია სილამაზის სამყაროში. მან დაიწყო თმის ვიტამინების ხაზის რეკლამირება, რომელიც Westbrook-ს ერთ-ერთ კონკურენტს ეკუთვნოდა და ეს Westbrook-ს არ მოეწონა. ვიდეოში, რომელსაც ერქვა Bye Sister, Westbrook-მა განაცხადა, რომ Charles ამ საკითხზე მესიჯით დაუკავშირდა და Charles-მა უთხრა, რომ თავისი რეკლამისთვის ფული არ მიუღია. ამის ნაცვლად მას ინცელს Coachella-თვის არტისტის საშვები მისცეს. ამ დაპირისპირების შემდეგ ჯეიმსმა დაიწყო საუბარი მისა და Westbrook შორის არსებულ დრამაზე YouTube-ის დრამა არხებთან, რის შემდეგაც Westbrook-მა გადაწყვიტა შეექმნა თავისი ვიდეო, როგორც ერთგვარი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ თმის ვიტამინების საკითხი უმეტეს მაყურებელს დიდ პრობლემად არ ეჩვენებოდა და დრამას მხოლოდ გართობისთვის ადევნებდნენ თვალს, Westbrook-მა შემდეგ სერიოზული ბრალდებები წამოაყენა და ბევრმა იფიქრა, რატომ არ ახსენებდა ამას მანამდე, სანამ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. მან განაცხადა, რომ Charles-ი თავის პოპულარობას როგორც YouTube-ის ბლოგერი იყენებდა იმისთვის, რომ მამაკაცები აიძულებინა მის ნებაზე ევლოთ. და James-მა მაშინვე უპასუხა და ატვირთა ვიდეო სახელწოდებით Teddy. მაგრამ მაყურებლებმა მაშინვე დაუპირისპირდნენ მას და განაცხადეს, რომ ეს არ იყო გულწრფელი. შემდეგ მან წაშალა ვიდეო და ატვირთა კიდევ ერთი სახელწოდებით No More Lies. ამ ვიდეოში მან განაცხადა, რომ Westbrook-ის ბრალდებებმა მას გრძნობები აწყენინა და ბოდიში მოიხადა თმის მოვლის ვიტამინების მიტმის ზურგს უკან რეკლამირებისთვის, რითაც დაამტკიცა. მაგრამ მან უარყო ვინმეს იძულება და დაამატა, რომ არასდროს გამოიყენებდა ვინმეს ამ გზით. და ამის შემდეგ რამდენიმე სხვა YouTuber-მა გადაწყვიტა ჩარეულიყო ამ დრამაში, მას შემდეგ რაც მხარე აირჩიეს. Gabriel Zamora-მ ამ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ Westbrook-ის ქმედებები მიუღებელი იყო, რადგან ნებისმიერ სილამაზის სფეროს ინფლუენსერს აქვს უფლება რეკლამა გაუწიოს მისთვის სასურველი ბრენდი. და პასუხად მან განაცხადა, რომ Charles უნდა გაეფრთხილებინა, რომ კონკურენტის პროდუქტს დააპრომოტებდა. თუმცა დაამატა, რომ Zamora-ს არასდროს შეხვედრია და მასთან ან მის არხთან არასდროს ჰქონია პრობლემა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მას და Charles ამ კონკრეტულ თმის პროდუქტზე ბევრი საუბარი ჰქონდათ და ორივე თანხმდებოდა, რომ ის არც კი მოსწონდათ. ამიტომაც იყო შოკი, როცა Charles-მა მოულოდნელად დაიწყო მისი რეკლამირება. მაგრამ ვითომ ეს არ იყო საკმარისი. მან შემდეგ James დასდო ბრალი, რომ ის ემუქრებოდა და ანადგურებდა მამაკაცებს, რომლებიც მის ინტერესებზე დადებითად არ რეაგირებდნენ და დაამატა, რომ მისი განცხადებები Coachella-ზე ვერ იქნებოდა სიმართლე, რადგან არც ერთი დიდი კომპანია უბრალოდ ძვირადღირებულ საშებს არ გაანაწილებდა. ამან დააჯერებინა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და Charles-მა Coachella-ს ისტორია მოიგონა, რადგან იცოდა, რომ მათ შორის კონფლიქტი იქნებოდა. შემდგომში James-მა მილიონობით გამომწერი დაკარგა და საბოლოოდ აღიარა, რომ უნდა ესწავლა, რომელ მამაკაცებთან შეიძლებოდა საუბარი და რომელთაგანაც მომავალში თავი უნდა შეეკავებინა. ნომერ 9. მოთხოვების ვიდეოები წარმოადგენს დიდი ნაწილის იმ კონტენტის, რომელიც ყოველდღიურად იტვირთება YouTube-ზე და ადვილია იმის დანახვა, რატომაც ხდება ასე. ხალხს უყვარს, როცა სხვებს ხუმრობენ და სანამ ეს ყველაფერი უუნებელი და სახალისოა, ესეთი ტიპის ვიდეოები როგორც წესი ათასობით თუ არა მილიონობით ნახვას აგროვებს. მაგრამ იყო YouTube-ის მომხმარებელთა ნაწილი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ვიდეოების თითქმის ყველა ყალბი იყო და მხოლოდ ნახვების მისაღებად იტვირთებოდა. და გასაოცარია, რომ ისინი მართლები აღმოჩნდნენ 2016 წელს, როდესაც YouTube-ის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ხუმრობის ავტორების ავტორმა აღიარა, რომ თითქმის ყველა თავისი ვიდეო გააყალბა. საუბარია Yusef Erikatze, რომელიც უფრო ცნობილია თავისი YouTube არხის სახელით PussyTube. მისი არხი შეიქმნა 2014 წელს და მან დაიწყო სკეჩების ატვირთვა, სადაც ხუმრობდა იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში გაიზარდა. მაგრამ მალე მან დაიწყო prank ვიდეოების ატვირთვა და მოკლე დროში მილიონობით გამომწერი შეიძინა. მალე ის პლატფორმაზე ყველაზე პოპულარო prank არხად იქცა. მისი ზოგიერთი ვიდეოს ნახვებმა კი 100 მილიონს გადააჭარბა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან მალე დიდი ფულის შონა დაიწყო და მის ზოგ ვიდეოში ის ამაყად აჩვენებდა ძვირადღირებულ ნივთებს, რომლებიც შეიძინა. მან მოტივაციური ვლოგების ატვირთვა დაიწყო და ჩანდა, რომ სწორ გზაზე იყო. შემდეგ 2016 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც PussyTube ჩუბობს სტრიმერთან სახელად Rice-Gumi. ყველას გასაკვირად, Rice-Gumi-მა მოულოდნელად PussyTube-ს მოუქნია, კამერა კი დაეცა, როცა ხალხი სცენიდან გარბოდა.
რამდენიმე YouTube-ის დრამა არხმა დაიწყო ვიდეოს გაშუქება. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს ორი YouTuber-ი კონფლიქტში იყო ჩართული და რამდენიმე თეორია გაჩნდა ჩხუბის ახსნის მცდელობაში. სპეკულაციების ფიქსზე წყვილმა გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, მაგრამ ამით დაამტკიცეს თავიანთი აზრი, რომ დრამა არხები ძალიან ადვილად შეიძლება მოატყუო და დააჯერო ყველაზე დაუჯერებელი სცენარებიც კი. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს დრამა არხების მფლობელებს არ მოეწონათ და მათ საფასუხოდ გააკრიტიკეს ისინი. თუმცა ამ ორ YouTubers თავიანთი აზრი ალბათ ზედმეტად კარგადაც კი ჰქონდათ დამტკიცებული. და მალე გაერკვა, რომ ფუსი YouTube-ის ვიდეოებიც ხალბი იყო, რის გამოც ბევრმა ადამიანმა იმედი გაუცრუდა მის არხებსა და მსგავს არხებს და დარხებს და გამოიწერა მათი არხებიდან. სამწუხაროდ, ამან პლატფორმაზე დიდი უნდობლობა გამოიწვია, რადგან ხალხს აღარ შეუძლია გაარჩიოს, რომელი ხუმრობაა ნამდვილი და რომელი გაკეთებულია მხოლოდ ნახვებისა და ფულის მისაღებად. მათ შორის, ვინც აღიარა კალბი ვიდეოების გაკეთება, იყვნენ Sam Peppery, Joy Saladsy და Mike Martini. რვა ნომერი. ჩვენთან უმეტესობას მაინც ერთი ადამიანი მაინც ვიცნობთ, რომელსაც გავლენის მქონე პირად გახდომაზე ოცნებობს. ეს ძირითადად იმ ფოტოებისა და ვიდეოების დამსახურებაა, რომლებსაც ეს ინფლუენსერები ავრცელებენ, სადაც ისინი მდიდრულ ცხოვრებას ეწევიან და ცხოვრების საუკეთესო მხარეებს ტყვებიან, თანაც ამისთვის ანაზღაურებასაც იღებენ. მაგრამ ეხლა უკვე ვიცით, რომ ეს იშვიათად არის სიმართლე და რომ ბევრი ინფლუენსერი აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც ან ძლიერ დამუშავებულია, ან ისეა გადაღებული, რომ აუდიტორია დააჯერონ, თითქოს ბევრი ფული და ძვირფასი ნივთები აქვთ, მაგალითად სამკაული, მანქანები, ტანსაცმელი და სახლები. ეს უკვე მრავალი წელია ესე ხდება, თუმცა ბევრი ადამიანი მაინც თხოვდება და სჯერა, რომ ინფლუენსერობა მარტივი სამუშაოა, რომელიც ძალიან კარგად ანაზღაურდება. ერთი YouTuber-ი, რომელსაც როგორც ჩანს ეს თხოვი მობეზრდა, იყო Gabby Hanna. და 2019 წელს მან გადაწყვიტა, რომ რაღაც გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მას Coachella-ს ფესტივალი არ უყვარდა. ამიტომაც მისი ბევრი მიმდევარი გაკვირვებული დარჩა, როცა მან ატვირთა ფოტო, სადაც ის ღონისძიებაზე იმყოფებოდა. შემდეგ მან ატვირთა ვიდეო თავის YouTube არხზე და აღიარა, რომ ფოტო ხალბი იყო და ის სპეციალურად შექმნა იმისთვის, რომ ყურადღება გაემახვილებინა ინფლუენსერების მოჩვენებით ცხოვრებაზე. და ბევრმა ადამიანმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მათი საყვარელი Instagram-ისა და YouTube-ის ვარსკვლავები სინამდვილეში ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც წარმატების ილუზიას ქმნიდნენ. ამ ტიპის კონტენტის მაგალითებია Jay Awaresi და Alexis Rennie, რომლებიც ცნობილი გახდნენ თავიანთი მოგზაურობის ვლოგებითა და ფუფუნებით სავსე ცხოვრებით, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მათი კონტენტის უმეტესობა სპონსორირებული იყო და მათი ვიდეოები და ფოტოები დადგმული იყო ისე, რომ სპონტანურად გამოჩენილიყო, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ იყო. შემდეგ იყო Susan Mutesi, ავსტრალიელი ინფლუენსერი, რომელიც გამოავლინეს მას შემდეგ, რაც მან 1000-ობით ყალბი გაუნწევისთვის გადაიხადა. ასევე გაერკვა, რომ მას გაცილებით ნაკლები ფული ჰქონდა, ვიდრე აჩვენებდა და მხოლოდ სიმდიდრეს თამაშობდა იმ იმედით, რომ ცნობილი ბრენდებისგან თანამშრომლობის შეთავაზებებს მიიღებდა. არგენტინელმა კრიპტო ინფლუენსერმა Fernando Perez ალგაბამ 100,000 გამომწერი მოიპოვა, რომლებიც სჯეროდათ, რომ ისიც მდიდარი იყო და ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდა და მდიდრული გლამურული ცხოვრების სტილით ცხოვრობდა. მოგვიანებით გაერკვა, რომ ის სერიოზულად იყო ვალებში, რადგან პრაქტიკულად მთელი ფული, რაც ცხოვრების სტილის გასაყალბებლად სჭირდებოდა, სესხით ჰქონდა აღებული და სინამდვილეში ფინანსურ ორმოში იყო, საიდანაც ამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდა. Belle Gidsoni, wellness influencer Australia-დან ცნობილი გახდა მაშინ, როცა სენსაციური განცხადება გააკეთა, თითქოს ტვინის კიბოს სწორად კვებითა და ბუნებრივი საშუალებით მოირბებით მოირჩინა. ამ ტიპის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შემთხვევაში გაირკვა, რომ მას საერთოდ არასდროს ჰქონია კიბო და რომ ის მხოლოდ იმისთვის აცხადებდა თავს სასიკვდილოდ ავადმყოფად, რომ მეტი მიმდევარი მოეზიდა და იმედოვნებდა, რომ ამით ბევრ ფულს იშოვიდა. ნომერი 7. ზოგი გამომწერი ძალიან ინტერესდება თავისი საყვარელი YouTuber-ების პირადი ცხოვრებით, როგორც ეს მოხდა წყვილის შემთხვევაში, Heidi O'Farrelly და Jared Napan-Bowery, რომლებმაც თითოეულმა საკუთარი YouTube არხი შექმნა. Jaredi, რომელიც ცნობილი გახდა როგორც Pro Jaredi, 1000-ობით გამომწერს შეიძინა თავისი ერთსუთიანი ვიდეო თამაშების მიმოხილვებ, რომ მოხდაოქსებთ, რომელთა ატვირთვაც პლატფორმაზე 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. 2019 წლისთვის მას უკვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, რის შემდეგაც მან უფრო გრძელი ვიდეოების შექმნა დაიწყო. ეს მოიცავდა Top 10 CFs, ხოლო თავის მეორე არხზე მან დაიწყო თავისი სათამაშო სესიების პირდაპირ ეთერში გადაცემა. რაც შეეხება O'Farrells, ის პროფესიონალი გეიმერია, თუმცა უფრო ცნობილია თავისი cosplay პოსტებით, თუმცა მან დიდი აუდიტორია მოიპოვა Twitch-ზე, სადაც მისი გამომწერები უყურებენ როგორ თამაშობს ის თავის საყვარელ ვიდეო თამაშებს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, Napan-Bowery-მა 2018 წელს დაიწყო ურთიერთობა Holly Conrad-თან, რომელიც ასევე cosplayer-ია თავისი ცოლის, Heidi's და Conrad-ის ქმრის, Ross O'Donovan-ის სრული ნებართვით, მაგრამ ეს ცუდი იდეა აღმოჩნდა. მალე O'Farrell-მა თავისი თანხმობა გააუქმა და დაემუქრა, რომ განქორწინება შეიტანდა, თუ Napan-Bowery და Conrad-ი ერთმანეთთან ურთიერთობას არ შეწყვეტდნენ. შემდეგ Ross O'Donovan-ი გადავიდა თავისი და Conrad-ის სახლიდან და მათი ურთიერთობის მხარდამჭერი დარჩა.
შემდეგ 2019 წლის 7 მაისს O'Farrell-მა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღმოაჩინა კონრადი და ნათან ბაუერი ისე ურთიერთობდნენ და ეს უკვე რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მან დაამატა, რომ ნათან ბაუერი ცდილობდა ურთიერთობის პრობლემები მხოლოდ მას დააბრალოს და რომ მეგობრებს ატყუებდა სხვა ქალთან რომანის შესახებ. გარდა ამისა, როდესაც ამ საკითხზე ესაუბრებოდა, ნათან ბაუერი თავდაცვაზე გადავიდა, გაბრაზდა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მათი ქორწინების პრობლემა სწორედ ის იყო. ამის შემდეგ ნათან ბაუერმა გამოაქვეყნა, რომ ის და O'Farrell განქორწინებას აპირებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ დამატებით ინფორმაციას აღარ გაავრცელებდა, რადგან მისი კონფიდენციალურობა და კეთილდღეობა მისთვის უმთავრესი იყო. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ნათან ბაუერმა O'Farrell-ი უკვე დაბლოკა ამ პოსტის გამოქვეყნებამდე და O'Farrell-მა საპასუხოდ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნათან ბაუერი თვეების განმავლობაში ღალატობდა მას და დაამატა, რომ ის ბოლო განცხადებას ვეღარ ნახავდა, რადგან ნათან ბაუერმა დაბლოკა და კონტენტის ნახვის საშუალება არ ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო მიმოწერა, სადაც O'Farrell-ი ნათან ბაუერს манипуляციაში, ძალადობასა და ერთგულების არქონაში ადანაშაულებდა. მან გაამხილა, რომ რომანის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ნათან ბაუერის ერთ-ერთ ძველ მობილურს ათვალიერებდა. ამ დროს მან იპოვა შეუფერებელი მიმოწერები მისსა და კონრადს შორის, რის შემდეგაც კონრადს პირდაპირ მიმართა და უთხრა, რომ ალბათ საკუთარ თავში ნაკლებად დაურწმუნებელი იქნებოდა, თუ ისეთ მამაკაცებს დაიწყებდა ხვდებოდა, რომლებიც უკვე დაქორწინებულები არ იყვნენ. O'Farrell-მა რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით განახლება გამოაქვეყნა, მაშინ როცა ნათან ბაუერი და კონრადი ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებდნენ. როდესაც ნათან ბაუერმა ბოლოს დახსნა გული და ამ საკითხზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, გამოაშკარავდა, რომ O'Farrell-საც ხავდა დიდი ხნის შეყვარებული მაშინ, როცა ისინი დაქორწინებულები იყვნენ. და მან დაამატა, რომ ეს თავის თავდაპირველ პოსტში არ ახსენებია, რადგან არ მიაჩნდა, რომ ეს სიტუაციას ეხებოდა, რამაც მისი და ნათან ბაუერის მრავალი მიმდევრის გაღიზიანება გამოიწვია. მას შემდეგ წყვილი განქორწინდა და ისინი სხვადასხვა პლატფორმაზე ცალ-ცალკე აგრძელებენ კონტენტის შექმნას. Number 6. მოთხოვებები შეიძლება სახალისო იყოს, სანამ ვინმე არ მიხვდება სად უნდა გაავლოს ზღვარი. რაც სწორედ მოხდა უცნაურ შემთხვევაში, რომელშიც მონაწილეობდა იუთუბერი სახელად I'm Jay Station. არხის მფლობელია კანადელი იუთუბერი Jason Ethery, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ზებუნებრივი ტრიუკების ვიდეოებით. მან ასევე ატვირთა ვიდეო 3 საათიანი გამოწვევის შესახებ, რაც იყო ტრენდი, სადაც იუთუბერები იღებდნენ საკუთარ თავს, როგორ ასრულებდნენ საშიშ ან აკრძალულ აქტივობებს ზუსტად 3 საათზე. რაც მითოლოგიაში ცნობილია როგორც ჯადოქრების საათი. ტრენდი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ამ გამოწვევებიდან ბევრი ან ძალიან უმნიშვნელო იყო, ან კი კრიმინალურ ქმედებას უახლოვდებოდა. და მალე მაყურებლები დაეღალნენ ერთი და იმავე ტიპის კონტენტის სხვადასხვა არხზე განმეორებით დატვირთვით. 2020 წლისთვის I'm Jay Stations უკვე დაახლოებით 5 მილიონი გამომწერი ჰყავდა და აშკარა იყო, რომ ის რაღაც სწორად აკეთებდა, რომ ასეთი დიდი აუდიტორია მიიზიდა. მაგრამ იმ წლის იანვარში მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც შემდეგ ძალიან ინანებდა, რადგან ამან YouTube-ის საზოგადოება გააღიზიანა და სერიოზულ სისხლის სამართლის ბრალდებებამდე მიიყვანა. მან უკვე გამოიწვია გარკვეული დაპირისპირება, როცა ატვირთა ვიდეოები, სადაც ის Ouija-ს დაპას იყენებდა, რათა დაკავშირებოდა გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს. ხალხს მიაჩნდა, რომ ეს უპატივცემლობა იყო, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეთია უბრალოდ გამომწერების მოსაზიდად და ფულის საშოვნელად აკეთებდა ამას. მაგრამ შემდეგ მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და გადაკვეთა ზღვარი, რამაც არამხოლოდ დაპირისპირება გამოიწვია, არამედ ბევრი ადამიანის გაბრაზებაც. იმ წლის 21 იანვარს ეთიემ გამოაცხადა, რომ მისი შეყვარებული ალექსია გარდაიცვალა. განცხადება გაკეთდა ვიდეოს საშუალებით, რომელიც მის არხზე აიტვირთა და მან განაცხადა, რომ მას მთრალმა მძღოლმა დაარტყა. თითქმის მაშინვე მისი გამომწერები დაეჭვდნენ, რადგან ვიდეო მონეტიზებული იყო და მან მაყურებლებს მოუწოდა გამოეწერათ მის და ალექსიას არხზე, რომელსაც Dream Team ერქვა, ალექსიას პატივისცემის ნიშნად. მან დაამატა, რომ ალექსიას ყოველთვის ოცნებად ჰქონდა მილიონი გამომწერის მოპოვება და რომ ისინი თითქმის მიაღწიეს ამ მიზანს, როცა მან სიცოცხლე დაკარგა. შემდეგ მან განაცხადა, რომ ესაუბრა ალექსიას მშობლებს და ისინი დაეთანხმნენ, რომ ეთიერმა ატვირთოს ვიდეოები, რომლებიც უკვე გადაიღეს მათ არხზე. ზოგიერთმა გამომწერმა შეამოწმა პოლიციის ჩანაწერები და ვერ იპოვა მისი ავარიის შესახებ ინფორმაცია. და რადგან მისი სოციალური მედიის ანგარიშები წაშლილი იყო, მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. და ბევრი ადამიანი მოტკუვდა. მეორე ვიდეოში ეთიერი ჩანდა, როგორც სტუმრობდა Memorials, რომელიც ალექსიასთვის იყო მოწყობილი. და კადრებში ის ემშვიდობება მას. შემდეგ კი მან ატვირთა კიდევ ერთი ვიდეო ღამის 3 საათზე, სადაც ცდილობდა მასთან დაკავშირებას Ouija-ს დაფის გამოყენებით. 26 იანვარს მან ატვირთა ვიდეო სახელწოდებით ალექსია მორანოს სიმართლე მის შესახებ, სადაც მან განმარტა, რომ ეს ყველაფერი ხრიკი იყო და თავიდანვე ჩართული იყო ამაში, რითაც დაადასტურა მისი გამომწერების ეჭვები. ალექსია მოგვიანებით განაცხადებდა, რომ მას არ სურდა რაიმე კავშირი ქონოდა ამ ხუმრობასთან. და იმავე ვიდეოში ეთიერმა განაცხადა, რომ ალექსია შუაღამით წავიდა მისგან და დაიწყო ჭორების გავრცელება, თითქოს ის მასზე ძალადობდა, რასაც ეთიერი უარყოფდა.
ის უკვე პრობლემებში იყო მისი მშობლების წინაშე ვიდეოს გამო და როგორც ჩანს არ სურდა რაიმე კავშირი ქონოდა ეთიერთან და მის ვიდეოებთან. გაცემული იყო დაპატიმრების ორდერი და ეთიერი დააკავეს. მას საუკენეს ბრალდება თავდასხმასა და იარაღით თავდასხმაში. მაგრამ წყვილი მალე შერიგდა და საქმე სასამართლოში არასდროს განხილულა. ნომერი 5. 2023 წლისთვის პრიმიტიული მშენებლობის არხები ძალიან პოპულარული გახდა. მაყურებლები გაოცებულნი დარჩნენ იმ ფაქტით, რომ ვიღაცა შეეძლო აეშენებინა სახლი, საცურაო აუზი, ან თუნდაც წყლის სასრიალოები პრიმიტიული სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით, თანამედროვე ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გარეშე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებიდან რამდენიმე ნამდვილი იყო, ხალხმა მალე დაიწყო ეჭვის შეტანა, რომ უმეტესობა მოტყუებით იყო დაკავებული და მათ დაიწყეს ვიდეოების უფრო ყურადღებით ყურება, იმ იმედით, რომ გამოაეშკარავებინათ ეს მშენებლები როგორც თაღლითები. ერთ კონკრეტულ არხზე სახელად პრიმიტიული ტექნოლოგია დიდი ეჭვი გაჩნდა მაშინ, როცა მისი სახელი ხშირად ჩნდებოდა ფორუმებზე, რომლებიც პრიმიტიულ მშენებლობას ეხებოდა. მას ჰყავდა 10 მილიონზე მეტი გამომწერი და ეკუთვნოდა ავსტრალიელ მამაკაცს სახელად ჯონ პლანტი. ვიდეოებში როგორც წესი ისმოდა ტყის ხმები, სანამ მშენებლობა მიმდინარეობდა და ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ეს ხმები მათ მოდუნებაში ეხმარებოდა. მათში არ იყო თხრობა, მაგრამ თითოეული ნაგებობის ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები იყო მოცემული, ამიტომაც ბევრს სჯეროდა, რომ ეს ნაგებობები ნამდვილი იყო. და რამდენიმე ადამიანმა, ვინც პლანტს იცნობდა, კომენტარი გააკეთა, რომ მისი ნამუშევარი 100%-ით ავთენტურია. სხვები თავიდანვე ეჭვობდნენ, მაგრამ ეს კონკრეტული არხი დღემდე ერთ-ერთ ეტალონად ითვლება ამ ტიპის ვიდეოებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, პლატფორმაზე მალე გამოჩნდნენ მიმბაძველი არხები და სწრაფადვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ისინი ნაკლებად გულწრფელები იყვნენ თავიანთ ნაშენებზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე თვალსაჩინო კოპირება იყო არხიდან სახელად პრიმიტიული ტექნოლოგიის იდეა, რომელმაც უბრალოდ სიტყვა იდეა დაუმატა პლანტის არხის სახელს. არხის ერთ-ერთ ვიდეოს ერქვა მიწისქვეშა წყლის ლაბირინთის ნაგებობა ნიანგით საიდუმლო მიწისქვეშა სახლსა და საცურაო აუზამდე და მან სწრაფადვე გამოიწვია ეჭვი, რის შემდეგაც მაყურებლებმა დაიწყეს კადრების ყურადღებით შესწავლა. შენიშნეს, რომ კამერის გადართვებს შორის მნიშვნელოვანი შუალედი იყო და ვიდეოს წარმოების ხარისხი ზედმეტად კარგი ჩანდა იმისთვის, რომ რეალური ყოფილიყო. მათ განაცხადეს, რომ პროექტის დასრულებას 100 დღე დასჭირდა, მაგრამ გაირკვა, რომ დიდი მშენებელთა ჯგუფმა პროექტი დაახლოებით 10 დღეში დაასრულა. ამისთვის მათ გამოიყენეს მძიმე მიწის სამუშაო ტექნიკა, ხოლო გადაღებებში მონაწილე ოპერატორმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ არხი ასევე იყენებს კულისებში მომუშავე გუნდს, რომელშიც მსახიობები და არქიტექტორები შეიცდიან. დრონით გადაღებულ მასალაში ჩანდა, რომ პროექტზე დიდი ჯგუფი მშენებლები მუშაობდა და მაშინვე ნათელი გახდა, რომ განცხადებები იმის შესახებ, თითქოს პროექტი მხოლოდ 3 კაცმა დაასრულა, მცდარი იყო. კონსპირაციული თეორია დადასტურდა და დღეს ადამიანები გაცილებით ფრთხილად უყურებენ ამ ვიდეოებს, რადგან ახლა უკვე იციან, რომ ბევრი მათგანი თავს იმადას აღებს, რაც არ არის. ნომერი 4. გარი გრუმუგლიამ ატვირთა ვიდეო თავის YouTube არხზე, სადაც ის განეხილავს სხვა არხის, სახელად Hyperborean Knowledge, შეხედულებებსა და აქტიობებებს. ის ამტკიცებს, რომ არხი იწვევს დიდ შეშფოთებას ატვირთული კონტენტის ტიპის გამო და უკვე დაიწყო ფიქრი, ხომ არ აკეთებს ამას რაიმე კულტის წარმომადგენელი. საგულისხმოდ სიტყვა ჰიპერბორეული დაახლოებით ითარგმნება როგორც ჩრდილოეთის ქარის მიღმა. ეს უკავშირდება დედამიწის უკიდურეს გაყინულ ჩრდილოეთ ნაწილს და მითოლოგიურ ხალხთა რახვთა რასას, რომლებიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ოდესღაც ჩრდილოეთში სამოთხეში ცხოვრობდნენ. მის ვიდეოში გრუმულიამ აღნიშნა, რომ ჩვენგან უმეტესობას ფანტაზიასა და რეალობას შორის განსხვავება კარგად ესმის და შემდეგ ის ამას ხსნის. საუბარი არხზე, როგორც ჩანს, ამტკიცებს, რომ ფანტასტიკური ლიტერატურა თითქოს გენეტიკური მეხსიერების მტკიცებულებაა და რომ ცივილიზაცია, რომელიც ფანტასტიკურ რომანებში გვხვდება, ოდესღაც რეალურად არსებობდა ისტორიაში. არხის მიხედვით ეს ცივილიზაცია შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო დაეცა, რამაც თანამედროვე საზოგადოების დეგრადაცია გამოიწვია, რადგან ჰიპერბორეული ცოდნა დაიკარგა. ის ასევე ამტკიცებს, რომ მითიური ქალაქი ატლანტიდა დღესაც არსებობს და რომ მრავალი მსგავსი ცივილიზაცია ოდესღაც არსებობდა, მაგრამ ამ ხალხის შესახებ ცოდნა დროთა განმავლობაში დაიკარგა. ჰიპერბორეული ცოდნის მიხედვით ატლანტიდა კატასტროფულმა წყალდიდობამ გაანადგურა, თუმცა მისი ზოგიერთი მსხურები გადარჩა. შემდეგ ისინი მსოფლიოს სხვა ნაწილებში გადავიდნენ, ზოგმა მესოპოტამიაში დაიდო ბინა. ისინი, ვინც გახცნილნი იყვნენ, ჯადოქარ მეფეებად იქცნენ, რამაც გამოიწვია ბნელი მზე და განწმენდის ომები. ის ასევე ამტკიცებს, რომ ორკები და გობლინებიც არსებობდნენ, მაგრამ ამატებს, რომ ისინი ერთ დროს მთლიანად განადგურდნენ. პირველი შეუსაბამობებიდან ერთ-ერთი, რაც გრუმუგლიამ შენიშნა, იყო ის, რომ თხრობელი ამბობდა, ცივილიზაცია ტირიანის რეგიონში დასახლდაო. თუმცა გრუმუგლიამ ეს ადგილი ვერც ერთ რუკაზე ვერ იპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მითითება ხშირად გვხვდება Dungeons and Dragons-ის კამპანიებში.
გრუმუგლია ვარაუდობს, რომ თრობელი სინამდვილეში გულისხმობდა ისტორიულ ქალაქ თირს იორდანიაში, რომელიც რეალურად ახლო აღმოსავლეთის საპირისპირო მხარეს მდებარეობს. შემდეგ ვიდეო ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტერიტორია უდაბნოდ გადაიქცა ამინდის მაგიის გამო, რამაც ტემპერატურის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შემდეგ ნათქვამია, რომ გველების ჯადოქარი მეფეები მართავდნენ მესოპოტამიის გარკვეულ ნაწილებს და რომ ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს ებრძოდნენ, რათა რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოეპოვებინათ. ამის შედეგად გაჩნდა მონობა, შიდა დაპირისპირება, წყურვილი და შიმშილი. მეფეებმა შეძლეს, რომ ადამიანების უმეტესობა დაერწმუნებინათ უარი ეთქვათ თავიანთ რწმენებსა და წინაპართა აზროვნების წესებზე და ამის ნაცვლად პაციფისტებად ქცეულიყვნენ. ეს ნიშნავდა, რომ ამ მეფეებს ჰქონდათ უპირობო ძალაუფლება რეგიონებზე და იქ მცხოვრებ ხალხზე. შემდეგ ის ამტკიცებს, რომ კონსპირაციული თეორია დედამიწაზე მართალი ხვლიკი ადამიანების შესახებ სწორია და რომ ეს გველის მართველები ცდილობენ ცივილიზაცია ძველ გზებზე დააბრუნონ. ამისთვის ისინი იყენებენ გარკვეულ შელოცებსა და რელიგიებს, რათა ხალხი მოატყუონ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უმეტესობა ამ შინაარსს სკეპტიკურად უყურებს, ბევრმა სხვამ ჰიპერბორეული ცოდნის თეორიები დაიჯერა. არხის ვიდეოს ქვეშ კომენტარებში უამრავი ადამიანი ეთანხმება ამ თეორიებს. ზოგი კი ამ ისტორიული პერიოდის ხილვებს ან კოშმარებსაც კი ამტკიცებს. ამჟამად არხს 61,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ადვილი გასაგებია, რატომ აშინებს გრუმუგლიას ის, რომ ეს ყველაფერი სექტად გადაიქცეს, რადგან არხს აქვს უცნაური რწმენები და ცენტრალური ფიგურა, რომელიც მათ სასურველი მიმართულებით მართავს. ნომერ 3. ზოგიერთი შეთქმულების თეორია, რომელსაც იუთუბერები იგონებენ, იმდენად უცნაური და დაუჯერებელია, რომ თითქმის სასაცილოდაც კი ჟერს, თუმცა ბევრი ადამიანი მაშინვე იჯერებს მათ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამას კარგი მაგალითი 2019 წელს მოხდა, როცა ერთმა იუთუბერმა პოპულარული Chuck E. Cheese's რესტორნების ქსელი სამიზნე დაიღო და პიცებზე, რომლებიც იქ იყიდებოდა, შემაშფოთებელი და სკანდალური განცხადებები გააკეთა. იმ წელს შეთქმულების თეორიების იუთუბერმა Shane Dawsonმა ატვირთა ვიდეოების სერია, სადაც ის აღწერდა შეთქმულებებს, რომლებსაც თავად სიმართლედ მიიჩნევდა. მან გაიგო, რომ Chuck E. Cheese აგროვებდა დაუმთავრებელ პიცის ნაჭრებს და ხელახლა ათბობდა მათ, სანამ მომხმარებლებზე გაპიდავდა. მან ასევე განაცხადა, რომ რესტორნებში იყო დამონტაჟებული გაყალბებული არკადული თამაშები და რომ მათი ზოგიერთი ფრანჩაიზი ფილიალი არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებს უწყობდა ხელს. ამის დასამტკიცებლად მან მოინახულა Chuck Cheese's ერთ-ერთი ფილიალი და თავისი აღმოჩენები YouTube-ზე გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ შეუკვეთა რამდენიმე ნაჭერი პიცა და მაშინვე შენიშნა, რომ ისინი ერთმანეთთან არ ემთხვეოდა. მისი აზრით, თითოეული ნაჭერი ზუსტად ერთნაირი ზომის უნდა ყოფილიყო, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ზოგიერთმა მაყურებელმა სწრაფად აღნიშნა, რომ პიცებს ჭრიან ადამიანის ხელით და არა მანქანით და რომ ნებისმიერი გონიერი ადამიანი ელოდებოდა, რომ ნაჭრების ზომაში განსხვავებული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ბევრმა მას დაეთანხმა და კომენტარებშიც კი დაწერა, რომ ეს მანამდე შეუმჩნევიათ და რომ ამის ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს პიცის ნაჭრების გადაყიდვა. იმ დროისთვის Dawsonis არხს 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ამიტომ Google-ში მალე Chuck E. Cheese-ზე უამრავი საძიებო კითხვა გაჩნდა და აშკარა გახდა, რომ ბევრი ადამიანი ამ თეორიას დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. ვიდეო მალე 10 მილიონ ნახვას მიაღწია და სხვა იუთუბერებმაც დაიწყეს ამ თემაზე საკუთარი ვიდეოების გამოქვეყნება. ზოგი Dawsonis მტკიცებებს უჭერდა მხარს, ხოლო სხვები აღნიშნავდნენ თუ რამდენად აბსურდული იყო ასეთი აზროვნება. რადგან ასობით ათასი ადამიანი Google-ში ეძებდა ამ თემას, Chuck E. Cheese-მა ჩათვალა, რომ საჭიროა საკითხზე განცხადების გაკეთება და მათაც გაავრცელეს განცხადება. სპიკერმა განმარტა, რომ შეთქმულების თეორიას საფუძველი არ ჰქონდა და სიტუაციას იუმორით მიუდგა. მან განაცხადა, რომ Chuck E. Cheese-ის პიცები მზადდება შეკვეთით, ახალი ცომისგან, რომელიც თითოეულ მათ რესტორანში მზადდება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პიცის ფორმა განსხვავებულია უკვე დაჭრამდე, რაც ხსნის იმ არათანაბარ ნაჭრებს, რომლებზეც Dawsoni საუბრობდა. ვიდეო გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც YouTube ცდილობდა შეეჩერებინა შეთქმულების თეორიების სწრაფი გავრცელება პლატფორმაზე და გამოცხადდა, რომ ის აღარ ურჩევდა შეთქმულების თეორიების ვიდეოებს მაყურებლებს. ეს ასევე გაკეთდა დეზინფორმაციისა და კალბი ამბების გავრცელების შესამცირებლად, რომლებიც იმ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული. მაგრამ პლატფორმამ გადაწყვიტა, რომ შეთქმულების თეორიების ვიდეოები მთლიანად არ აეკრძალა, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ისეთი კონტენტი, რომელიც არავისთვის ზიანის მომტანი არ არის, ნებადართული იქნებოდა. ვიდეოს შემდეგ Chuck E. Cheese-მა Shane Dawson's სარჩელით დაემუქრა და გააფრთხილა, რომ თუ ის გააგრძელებდა ამ თეორიის გავრცელებას, რომელსაც რეალობაში საფუძველი არ ჰქონდა, სასამართლოში უჩივლებდნენ. ნომერი 2. David Dobrik ცნობილი გახდა მოკლე ვიდეოების პლატფორმა Vine-ზე, რომელიც ახლა აღარ არსებობს. მას TikTok-ის წინამორბედად მიიჩნევდნენ, მაგრამ როდესაც პლატფორმამ დაღმასვლა დაიწყო, მან გადაწყვიტა თავისი კონტენტი YouTube-ზე ატვირთა.
2015 წელს მან დაიწყო ვლოგების გამოქვეყნება თავის გუნდთან ერთად, რომელსაც Vlog Squad ეწოდებოდა. მისმა კომედიურმა ვიდეოებმა სწრაფად მოუპოვეს მას 18 მილიონზე მეტი გამომწერი და მას Gen-Z's Jimmy Fallon უწოდეს. თითოეული ვიდეო როგორც წესი 4 წუთი და 20 წამი გრძელდებოდა და ისინი ხშირად აჩვენებდნენ Squad-ის წევრებს, რომლებიც ლოს-ანჯელესში ხალხს ეხუმრებოდნენ. მისმა clickbait სათაურებმა ბევრი ნახვა მოუტანა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ის და მისი Squad-ი გამაღიზიანებლად მიაჩნდა და მალე გავრცელდა ჭორები, რომ ყველაფერი ისე არ არისო, როგორც ჩანდა. ამ დროისთვის Dobrik's უკვე ბევრი ფული ჰქონდა მიღებული რეკლამის დამკვეთებისგან, რომლებიც მის ახალგაზრდა აუდიტორიას უმიზნებდნენ. მან საკუთარი თავისთვის იყიდა სასახლე, რომლის ღირებულება $9 მილიონ მეტია და რომელიც მოიცავს სპას, 6 საძინებელს, 7 სველ წერტილს, გარე სამზარეულოსა და ბარბეკიუს ცენტრს. Dobrik's იუთუბერული კარიერა ძალიან ნათელი ჩანდა, მაგრამ 2021 წელს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა. ინცლის მარტში Kat Tinbergმა გაამჟღავნა, რომ რამდენიმე ადამიანმა საჩივარი შეიტანა ჯგუფის წინააღმდეგ იმ მოვლენების გამო, რომლებიც მათი ვიდეოების გადაღებისას მოხდა. ერთ ვიდეოში ჯგუფის წევრი ფრანსუა მოტყუებულია და გონია, რომ ქალს კოცნის, მაშინ როცა სინამდვილეში თავის YouTuber მეგობარს Jason Nash-ს კოცნის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს ხუმრობა უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ გასართობად გამოიყენეს და მისინების საწინააღმდეგოდ მიუღებელ სიტუაციაში ჩაავენეს. Kopilma წევრმა Nick Kaswanim, რომელიც ჯუჯას სიმაღლით იტანჯება, ასევე გაამხილა, რომ ჯგუფის წევრები მას ხშირად დასწინოდნენ. მან დაამატა, რომ თავი უსარგებლოდ იგრძნო, რადგან მას როგორც დასარტყამ მტომარას ისე ექცეოდნენ და საბოლოოდ მიხვდა, რომ აღარ ქონდა მიზეზი მათ ვიდეოებში გამოჩენილიყო. ამის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული ბრალდებები მოხდა ქალისგან, რომელმაც გაამხილა, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მასზე იძალა და შედეგები თითქმის მკვლისიერი იყო. რამდენიმე ბრენდმა, მათ შორის DoorDash-მა, Dollar Shave Club-მა და EA Sports-მა გადაწყვიტა შეწყვიტოს თანამშრომლობა Dobrik'თან და მის არხთან. HelloFresh-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი აღარ ითანამშრომლებენ მასთან ან მისი ჯგუფის რომელიმე წევრთან და მომავალშიც აღარ აქვთ გეგმაში მათთან თანამშრომლობა. სირკიკმა იგივე გააკეთა და Dobrik'მა გამოაცხადა, რომ ის თოვებს Dispose, ფოტოების გაზიარების აპლიკაციის, მმართველთა საბჭოს. მან განაცხადა, რომ მისი ყოფნა საბჭოში შეიძლება აპლიკაციის ზრდას ხელი შეუშალოს და ამიტომ მათ მის გარეშე უკეთესი შედეგი ექნებათ. მან ბოდიში მოუხადა ფრანსუას ვიდეოში, რომელიც YouTube-ზე ატვირთა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში შეცდა. მან დაამატა, რომ ეხლა მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნეების თანხმობის მიღება და რომ მას მოუწია კავშირი გაეწყვიტა რაზმის რამდენიმე წევრთან. შემდგომ ვიდეოში მან დაამატა, რომ სჯეროდა იმ ქალის ბრალდებების, რომელმაც ძალადობა დააფიქსირა და რომ მიხვდა თავიდანვე არ უნდა დაეპატიჟებინა ის და მისი მეგობრები ვიდეოს გადაღებაზე. დღეს Dobrik კვლავ აგრძელებს ვიდეოების შექმნას და ეხლა მას ლოს-ანჯელესში პიცის რესტორანი აქვს. Number 1. Off-grid influencer-ები ხატავენ სურათს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, ტაბლეტებისა და თანამედროვე კომფორტის უმეტესობის მიტოვება იდეალური ცხოვრების გზაა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად შეიძლება მართალი იყოს, აღმოჩნდა, რომ ამ ინფლუენსერების ბევრი ისეთი გულწრფელი არ ყოფილა, როგორც ამტკიცებდნენ. ამ ტიპის არხების მიერ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოები, როგორც წესი მოიცავს სახლების ან სხვა ნაგებობების აშენებას ელექტროენერგიისა და სხვა თანამედროვე მოწყობილობების ან ტექნიკის გარეშე. მაგრამ საქმე ამ ცხოვრების სტილის მხოლოდ სამშენებლო მხარეს არ ეხება. ისინი როგორც წესი ხელს უწყობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მაყურებლებს ურჩევენ დროდადრო გათიშონ კავშირი, რაც შეიძლება გაკეთდეს მობილური ტელეფონების სახლში დატოვებით, რეალურ ცხოვრებაში ადამიანებთან დროის გატარებით ონლაინის ნაცვლად და სოციალური მედიის პლატფორმების თავიდან აცილებით. რაც შეეხება დამოუკიდებელი ცხოვრების არხებს, Pure Living for Life-ი ლიდერი იყო. ის ეკუთვნოდა Jesse Staffords და Alisa Crafts, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ წყაროების მიხედვით დაქორწინებულები არ იყვნენ. არხი თავდაპირველად მინიმალისტური ცხოვრების სტილის ვლოგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტეს აიდაჰოში გადასვლა, სადაც მიწის ნაკვეთი იყიდეს. მაგრამ მათ ეს ადგილი კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო აირჩიეს. არ სურდათ ხმაური ან სამშენებლო ინსპექტორებთან ურთიერთობა. და რადგან შტატი ვაქცინებთან დაკავშირებით გამონაკლისებს უშვებს, მათ სჯეროდათ, რომ ეს იდეალური ადგილი იქნებოდა შვილების აღსაზრდელად, რადგან თავადაც ვაქცინების წინააღმდეგნი იყვნენ. წყვილი ამტკიცებდა, რომ ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ, მაგრამ მალე გაირკვა, რომ სახლი, რომელსაც აშენებდნენ, ქალაქის წყლის სისტემაზე იყო მიერთებული. მათ იყენებდნენ Wi-Fi-ს, ჰქონდათ ელექტროენერგია და მიერთებულნი იყვნენ ქალაქის კანალიზაციაზე. მათ ჰქონდათ ტელეფონი, საჭმლის მოსამზადებლად იყენებდნენ ბუნებრივ გაზს და მოგვიანებით განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს ელექტროენერგიაზე გადასვლა, როცა მიხვდნენ, რომ მზის ენერგია არ არის ეფექტური. როდესაც სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა, მათ ბევრი გამომწერი შეიძინეს, მაგრამ მოგვიეგვიანებით გაირკვა, რომ სახლის ხის კარკასი პროფესიონალთა ჯგუფმა ააშენა. შემდეგ მათ დაიწყეს სტრუქტურული იზოლირებული ბული პანელების გამოყენება სახლის მშენებლობაში, მაგრამ არ დაიცვეს მწარმოებლის ინსტრუქციები. ამის შედეგად კედლის პანელებს შორის დიდი ნაპრალები გაჩნდა, ხოლო ვინც ამას მიუთითებდა, არხის მიერ მაშინვე იბლოკებოდა.
პროექტის მიმდინარეობისას მათ მიიღეს სპონსორობა და ბევრი ფული გამოიმუშავეს. მაგრამ, როდესაც მაყურებლებმა დაიწყეს მათი განცხადებების შეუსაბამობებზე და მშენებლობის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე მითითება, ჯესი და ალისა გადაწყვიტეს შესვენება აეღოთ. ჯესიმ თვითმფრინავი იყიდა და გადაწყვიტა ფრენის გაკვეთილები აეღო. და მალე არხიაევსო ვიდეოებით, სადაც წყვილი თავის ახალ ძვირადღირებულ შენაძენებს აჩვენებდა, რამაც კიდევ უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია, რადგან თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ არ სურდათ და არ ჭირდებოდათ თანამედროვე კომფორტი. თუმცა ალისა დაფეხმძიმდა სახლის მშენებლობა შეწყვდა და არხზე ახალი ვიდეოები მხოლოდ 2019 წელს გამოჩნდა. მაგრამ ისევ ეს ვიდეოებიც ჯესი და ალისის მიერ შეძენილი ახალი სათამაშოებისა და ნივთების ჩვენებას ეხებოდა. ბოლო წვეთი მაშინ იყო, როცა ჯესიმ თავის არხზე ატვირთა ვიდეო, სადაც ის თავის გაუმწერებს აკრიტიკებდა ვიდეოების კომენტარებში უხეშობის გამო. შემდეგ ის შევიდა როგორც ჯედედაია და შეურაცხყოფას აკენებდა ყველას, ვინც მას ან ალისას აკრიტიკებდა. წყვილი გამოაშკარავდა როგორც თაღლითები და გაირკვა, რომ ისინი საერთოდ არასდროს ცხოვრობდნენ აღნიშნულ მიწაზე, რამაც სხვა ქსელისგან დამოუკიდებელი არხების სანდოობაც ეჭქვეშ დააყენა. დიდი მადლობა კურებისთვის, მეგობრებო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჯიეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების სარის დაჯერა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით, მეგობრებო.